დღეს დავამატებთ პოსტებს. პირველ რიგში პოსტისთვის შემოვიდგან ახალ layout-ს, რომელიც იქნება item post-ი და დავწეროთ მისი დიზაინი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ გვაქვს chains-ი, ანუ ეს ორი მოცემული ტექსტი გადანაწილდება ჩვენს image view-ზე თანაბრად. თუ იქნებოდა უფრო მეტი მონაცემი, უფრო მეტი გადანაწილდებოდა. ანუ ყველა მონაცემი, რომელიც chains-ში იქნება მოცემული, იქნება სწორად გადანაწილებული და თანაბრად გადანაწილებული, რაზეც არის მიბმული მისი პირველი მონაცემის ზედა ტოპი და ქვედა მონაცემის bottom constraint. მას შემდეგ, რაც პოსტი დავამატეთ, უკვე შეგვიძლია გადავიდეთ იქ, სადაც დასამატებელია, ანუ ჩვენ უნდა დავამატოთ ეს fragment home-ში და აქვე ჩავსვათ ჩვენი recycler view. Mesh-parent-ი იქნება სიგანაში, ნული ტიპი იქნება ვერტიკალურად და bottom-ով. Home bottom to bottom of parent. შეგვიძლია შიგნით აიტემი შემოვიტანოთ, ნახოთ როგორ გამოიყურება. შეგვიძლია აქ მარჯინი ჩავსვათ. Item count-ი შემოვიტანოთ, იყოს 5-ი. ხედავთ, რომ მარტო ერთი ცელია და მთელი სიგრძე უკავია, იმიტომ რომ item post-ში height-ი არ შემიძლია, wrap content-ად არ გადამატანებია და ბარემ მოდი მარჯინი დავწეროთ ტოპი 1.20 ტიპი. უკვე ხედავთ, რომ შეიცვალა. ახლა შეგვიძლია ეს recycler view გამოვაჩინოთ. პირველ რიგში ID დავწეროთ, ეს იქნება RV home post. ჩვენ გვაქვს სხვა დუპტერები. კიდევ ერთად აქ შევქმნით. აქამდე ჩვენ პოსტში
პოსტში შემოტანილი ქონდა მარტო იმიჯი და ტაიპი. ეხლა დავამატებ სხვა მონაცემებს, რომლებსაც გამოვიყენებთ ასეთის საჭიროების შემთხვევაში. მათგან შევხედოთ რა უნდა დავამატოთ. User ID, location-ი. ლაიქების რაოდენობას იწერება ხოლმე, კომენტარების რაოდენობა იწერება ხოლმე შეარი. მოდი ჯერჯერობით დავამატოთ სამი მონაცემი, თვითონ პოსტის ეს ფოტოსურათი, რომელიც აქ უნდა იყოს ჩაგდებული, ეს გვაქვს. user-ის ეს უნდა გქონდეს, ხო, წესდერგით. არა, user-ი არ გვყავს, user-ი ცალკე დასამატებელი იქნება. user-ის ID იქნება შიგნით დასამატებელი და ლოკაცია იქნება დასამატებელი პოსტზე თვითონ დავამატოთ ამიტომ ლოკაცია. ნალს იმიტომ ვუწერებ, რომ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიმყოფებით პროფაილზე. აქ გვაქვს ჩვენ მოცემული recycler view და ამ recycler view-ში ჩვენ ვერ ვხედავთ ლოკაციას. ვხედავთ მხოლოდ სურათს, ანუ მხოლოდ პირველი მონაცემი ჩანს. user-ის ტიპის მონაცემი გვჭირდება. user-ის ჩვენი ახალი მონაცემი იქნება. რომელსაც გააჩნია თავისი ID. აუცილებლად გააჩნია. ასევე მას გააჩნია თავისი username-ი. გააჩნია სურათი, ავატარი. მან შეიძლება არ გააჩნდეს. შემთხვევაში თუ არ გააჩნია, მაშინ რაღაც სპეციფიკური სურათი შეგვიძლია ჩავუწეროთ. ნახოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენი ადაპტერი დასრულებულია, შეგვიძლია უკვე ის გამოვიძახოთ home main panel-ში. ასეთნაირად გამოჩნდება ჩვენი პოსტები.